გავაკეთოთ აქცენტი სახის ნერვზე და სამწვერა ნერვზე. ორივე ეს ნერვი ეგრეთ წოდებული კრანიული ნერვების ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი თავისი არსით პერიფერიული ნერვებია, მაგრამ მათი საწყისი ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის ტვინის ღეროს ნაწილი. დავიწყოთ სამწვერა ნერვით, იგი თავისი, ასე ვთქვათ, რიგითობით მეხუთე წყვილი ნერვია და მისი ძირითადი ფუნქცია არის სახის და პირის ღრუშლორწოვანი გარსების მზნობელობითი ასე ვთქვათ, აღქმა. აქვს მას ასევე ცოტა მივიწყებული, მაგრამ და იგნორირებული, მაგრამ მოტორული ფუნქციაც. საღეჭი კუნთები სწორედ სახის, სწორედ სამწვერა ნერვის მოტორული ნაწილით ინერვირდება. თუმცა მისი მთავარი კლინიკური გამოვლინება, როდესაც გვაქვს სამწვერა ნერვის დაზიანება, სწორედ ძირითადად ტკივილით ვლინდება. ტკივილი და მისი მთავარი ფუნქციის, ასე ვთქვათ, დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა. აქ ალბათ სასურველია გავაკეთოთ დიფერენცირება ორ ძირითად მომენტ შორის. ეს არის ნევრალგიები, დიდი ჯგუფი ამ დაავადებების, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის სამწვერა ნერვთან და ნეიროპათიები. ნევრალგია ეს არის ტკივილი. წამყვანი სიმპტომი არის ტკივილი, ნევრალგიური ტიპის, ხანმოკლე, ძალიან მწვავე ელექტროდენის გავლის მსგავსი ტკივილი, პაციენტები მას ასე აღწერენ, რომელსაც ხანმოკლე, ასე ვთქვათ, პატარა მიმყოლი ტკივილი აქვს, რომელიც შემდეგ უკვე მთლიანად წყდება და მთავარი არის რა? ნევროლოგიური შეფასებით, ნევროლოგიური გასინჯვით არავითარი დაზიანება, ანუ ფუნქციის გამოვარდნა არ უნდა იყოს. ხოლო შეტევებს შორის პერიოდში დავარქვათ ამას შეტევები ამ მწვავე ტკივილს, სრულიად პაციენტი არის ჯანმრთელი და არავითარ, ასე ვთქვათ, ფონურ ტკივილს არ განიცდის. ეს არის ტიპიური, ესეთი კლასიკური ნევრალგია. რაც შეეხება ნეიროპათიებს, აქ უკვე შემოდის ნერვის უშუალო დაზიანების ხარისხი და ამავე დროს, როდესაც ჩვენ ნევროლოგიურად ვაფასებთ, არის გრძნობელობის დარღვევა. გრძნობელობის დარღვევა შეიძლება პირველ რიგში და ყველაზე უფრო ხშირად ეს არის გრძნობელობის დაქვეითება. იმ დერმატომებში, ანუ იმ არეებში, რომელიც ასე ვთქვათ, სამწვერა ნერვის კომპეტენცია. ეს არის სახის მიდამო. მისი სამი ძირითადი ტოტი, თვალბუდის ტოტი, შუბლი და წამბისა და ქუთუთო ზედა მიდამო, სამწვერა ნერვის ზედაყბის ტოტი, ასე ლოყის ზედა მესამედი, ტუჩის ფრთა, ცხვირის ფრთა და ქვედაყბის ტოტი. კისრის მიდამო უკვე მისი კომპეტენცია აღარ არის და ეს გამყოფი ზღვარი არის გარეთა სასმელი ხვრელის წინ. აი ეს არის ძირითადი ფუნქცია, გრძნობელობა, ასევე მოტორული ფუნქცია, ეს არის მისი საღეჭი ფუნქცია, ასე ვთქვათ, საღეჭი კუნთების ინერვაცია, ხოლო რაც შეეხება, მაგრამ აქვე ვთქვათ, მეშვიდე წყვილი ნერვი, ეს უფრო კომპლექსური ნერვია. მეშვიდე წყვილი, ანუ სახის ნერვი. თუ კი სამწვერას ძირითადი ფუნქცია სახის მიდამოს გრძნობელობითი ინერვაცია, აქ არამედ თითქმის პირიქით. აქ ძირითადად ჩვენ გვაქვს მოტორული ინერვაცია და კერძოდ სახის მიმიკური კუნთების. ამიტომ სახის მიმიკური კუნთები, თვალის დახუჭვა, გაღიმება, პირის კუთხის, ასე ვთქვათ, პირის ირგვლივი კუნთის მოქმედებები, რომელიც მთელ აი ამ უამრავი კუნთის, ასე ვთქვათ, სინქრონულ ინერვაციას განაპირობებს, ეს სწორედ რომ არის სახის ნერვის მოტორული ნაწილი. რატომ გავუსვი ხაზი მოტორულ ნაწილს? იმიტომ რომ ძალიან კომპლექსური ნერვია. სახის ნერვის კომპეტენცია ასევე არის სპეციფიური გრძნობელობის მოდალობები, ანუ გემოვნების აღქმა ენის წინა 2/3 მიდამოდან. ასევე მისი პარასიმპათიკური ნაწილი, ეს არის საცრემლე ჭირკვალი და ეს არის სამი დიდი სანერწყვე ჭირკვლიდან 2, ეს არის კბისქვეშა და ენისქვეშა ჭირკვლები. ასევე მცირედი კუნთი, რომელიც კლინიკურად ძალიან მნიშვნელოვან სიმპტომს იძლევა, ეს არის ეგრეთ წოდებული უზანგის კუნთი, რომელიც თუ კი სახის ნერვის დაზიანების გარკვეულ სპეციფიურ ადგილზე მოხდება, მაშინ ამ კუნთის მოდუნების გამო ადამიანს აქვს ჰიპერაკუზია, ანუ ხმა ესმის გაცილებით უფრო ხმამაღლა და ცოტა არ იყოს შემაწუხებლად. აქედან გამომდინარე, იმის მიხედვით თუ სად არის კონკრეტულად დაზიანება სახის ნერვის, შეიძლება პაციენტს განუვითარდეს მხოლოდ სახის მიმიკური კუნთების ინერვაციის, ანუ ეგრეთ წოდებული სახის ნერვის დამბლა და თუ კი ამ შემთხვევაში იდიოპათიურ ეტიოლოგიასთან გვაქვს საქმე, ყველასათვის კარგად ცნობილი ბელის დამბლა, ეგრეთ წოდებული ბელის დამბლა. ხოლო იმის მიხედვით თუ კი რამდენად ნერვის გამოსვლის ადგილიდან რამდენად დისტალურად ან პროქსიმალურად არის ეს დაზიანება, შეიძლება პლუს ადამიანს გქონდეს თვალის სიმშრალე, პირის სიმშრალე,
ასევე გემოვნების დაქვეითება და ასევე ჰიპერაკუზია, ანუ ძალიან გაძლიერებული აღქმა ნებისმიერი გერის. აი ეს იყო მოკლედ ფუნქციურად სახის სამწვერა ნერვი, რომელიც თავისი ასეთ მეხუთე წყვილი ნერვია და სახის ნერვი ძალიან კომპლექსური და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი იყო ამ ინფორმაციის შეხსენება და ძალიან ტევადი იყო ეს ინფორმაცია. Ვითვლი რომ ჩვენი მაყურებლისათვის უფრო გასაგები იქნება, რასაც ახლა ვიტყვი. რატომღაც არის ხოლმე მდგომარეობა, როდესაც მაგალითად კონკრეტულ ვირუსს ასახელებენ დამნაშავედ იმისა, რომ ადამიანს აქვს გამოხატული ისეთივე სურათი, როგორც იქნებოდა ინსულტის გადატანის შემდეგ. ამ დროს პაციენტს ეუბნებიან, რომ იცით რა, თქვენ ინსულტი კი არ გაქვთ, არამედ ვირუსი გაქვთ, რაც ხშირად დაუჯერებელია ადამიანებისათვის. რამდენად შესაძლებელია ეს და არსებობს თუ არა მართლაც ასეთი ვირუსები? დიახ, არსებობს, ეს არის ეგრეთ წოდებული ნეიროტროპული ვირუსების ჯგუფი. და პირველ რიგში რა თქმა უნდა აქ ჰერპესული ჯგუფის ვირუსებთან გვაქვს საქმე, პირველი, მეორე და მესამე, რომელიც ესე ვთქვათ უკიდურესი ნეიროტროპიზმით ხასიათდებიან, განსაკუთრებით მესამე ეგრეთ წოდებული სარტყლისებრი ჰერპესი, ანუ ეგრეთ წოდებული ვარიცელა ზოსტერის ვირუსი, რომელიც იწვევს ძალიან დამახასიათებელ ბუშტუკოვან გამონაყარს, რომელიც უაღრესად მტკივნეულია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ასოცირებულია კონკრეტული ნერვის დაზიანების სიმპტომატიკასთან. საპროექციო მიდამოს მიყვება ამ ნერვის. დიახ. იგივე შეიძლება მოხდეს არა მარტო სახის, არამედ სამწვერა ნერვთან მიმართებაში. რაც შეეხება მსგავსებას ინსულტთან, ეს მსგავსება ძალიან ხშირად ესე ვთქვათ ასოცირდება, ხდება ხოლმე, როდესაც გვაქვს სახის ნერვის დანდლა, ვინაიდან სახის ნერვის ქვედა ტოტი ინერვირდება ცენტრალური ნერვული სისტემიდან დამოუკიდებლად, ანუ გულისხმობ რას. თუ არის ეს დაუშვათ მარჯვენა შუა არტერიის მაგალითად ინსულტი, ანუ მარჯვენა ჰემისფეროს დაზიანების შემთხვევაში პაციენტს მარცხენა მხარეს ექნება ცხვირტუჩის ნაოჭის გასადავება და ტუჩის კუთხის დაშვება. ასიმეტრია ჩნდება ავტომატურად. ჩნდება სახის ასიმეტრია. თუმცა ზედა ტოტის ფუნქცია შენახულია, ანუ თვალის დახუჭვა, წარბების აწევა, შურთბრის შეჭმუხლა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი შენახულია. თუმცა როდესაც გვაქვს სახის ნერვის პერიფერიული პარეზი, მაშინ უკვე მთლიანად მთელი სახის ნერვის ფუნქციაა გამოვარდნილი, ტუჩის კუთხე პლუს თვალის დახუჭვა ვერ ხდება, იმიტომ რომ თვალის ირგვლივი კუნთის სისუსტის გამო, ასევე შუბლის ნაოჭების გასადავება და პაციენტს არ შეუძლია მაგალითად შუბლის შეჭმუხლა, ანუ განახორციელოს მიმიკური აქტი იმავე მხარეს, დაზიანების მხარეს. თუ კი ინსულტის დროს ეს ხდება საწინააღმდეგო მხარეს, გასაგებია გადაჯვარედინების გამო პირამიდული გზის, უშუალოდ ნერვის დაზიანების დროს ეს არის იმავე მხარეს გამოხატული. შესაბამისად, ინსულტის დროს მხოლოდ ქვედა ნაწილი სახის ნერვის ზიანდება, მისი საინერვაციო ფუნქცია არის ასე ვთქვათ კომპრომეტირებული, ხოლო უშუალოდ ნერვის დაზიანების დროს მთლიანად ყველა მიმიკური კუნთი, რომელიც ინერვირდება სახის ნერვის მიერ არის დამო. აი ეს არის მსგავსება, რომელიც შეიძლება დაუშვათ გამოუცდელად თვალს არაპროფესიონალს შეუძლია. და ცოტა გაუჭირდეს იმის აღქმა, რა შუაშია ვირუსები. აქ გამოსავალი რა არის, მოკლედ რომ ვთქვათ. როდესაც ვირუსით არის გამოწვეული. როდესაც ვირუსით არის გამოწვეული, არსებობს ლაბორატორიული ტესტები, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და დადასტურების შემთხვევაში ზოგჯერ კლინიკურად არის იმდენად ცხადი, რომ აქ რომელიღაც ნეიროტროპული ვირუსი მაგალითად ვარიცელა ზოსტერია დამნაშავე, რომ პირდაპირ უნდა დავიწყოთ ანტივირუსული შესაბამისი მკურნალობა პლუს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა. ეს სიმპტომები მაინც რა არის? არის ძალიან ძლიერი ტკივილი, სახის ნერვის მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ფუნქციის დაქვეითება, პლუს დამახასიათებელი გამონაყარი იმ დერმატომში, რომელიც არის აი ამ კონკრეტული ნერვის კომპეტენციაში. მაგალითად, თუ კი ეს დაზიანება ვითარდება სამწვერა ნერვის შემთხვევაში, შეიძლება მეტწილად ეს არის შუბლისა და ქუთუთოს მიდამოში ასეთი ძალიან წვრილი ბუშტუკოვანი, ძალიან მტკივნეული გამონაყარი. სახის ნერვის შემთხვევაში ძირითადად ამ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე საქმე ეგრეთ წოდებულ რამსეი-ჰანტის სინდრომთან. რამსეი-ჰანტის სინდრომი ეს არის დამუხლული სხეულის ვარიცელა ზოსტერის ვირუსით დაზიანება. უნდა ითქვას, რომ ეს ვირუსები იმდენად ნეიროტროპულია, რომ ისინი პრაქტიკულად არსებობენ აი ამ მზობელობითი პერიფერიული ნერვების განგლიებში და რეაქტივირდებიან პერიოდულად. აი, თქვენ რაც ახსენეთ თავიდან ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ პერიოდულად ადამიანს აქვს ხოლმე განმეორებითი შეტევები,
სწორედ თუ კი ეს ვირუსით არის განპირობებული, ვირუსის რეაქტივაციასთანაა დაკავშირებული. თვითონ ვირუსის რეაქტივაცია ეს პრაქტიკულად ხდება მაშინ, როდესაც არის იმუნიტეტის კომპრომეტაცია, ეს შეიძლება იყოს ბანალური ვირუსული ინფექცია, მაგალითად გრიპის დროს. თუნდაც, ან შეიძლება ეს იყოს დაუშვათ ძლიერი ფიზიკური, ემოციური გადაძაბვა, ან იატროგენული, ანუ მედიკამენტით პაციენტი იღებს გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც მის იმუნიტეტის ასე ვთქვათ დაქვეითებას და კომპრომეტაციას იწვევს. აქედან გამომდინარე, აი ეს რეაქტივაცია, ან ზოგიერთი დაავადება, მაგალითად HIV ინფექცია, რომელიც პირდაპირ იმუნიტეტზე მოქმედებს, ხო? აი ამ შემთხვევაში ეს რეაქტივაცია და რეციდივები არის ძალიან ხშირი და ეს სიმპტომები არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. სამწვერა ნერვის ანთება და მისი ქრონიკული ფორმები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხის დამაქვეითებელ ფაქტორთა შორის არის. მე ვგულისხმობ ახლა ნევროლოგიაზე ვსაუბრობ და კონკრეტულ ნერვებზე და სამწვერა ნერვთან დაკავშირებით ძალიან გაწამებული და გაწვალებული ადამიანები სვამენ კითხვას, რომ აქვს თუ არა შესაძლებლობა ადამიანს რომ გაუმკლავდეს, გადალახოს თანამედროვე სამედიცინო ცოდნის გამოყენებით, როდესაც მეორდება ის დისკომფორტი, რაც თორია შემაწუხებელი, დაუძლებელი ზოგჯერ ტკივილები, რომელიც ახლავს სამწვერა ნერვის ანთებას. შევჩერდეთ მაშინ სამწვერა ნერვის ნევრალგიებზე, რომელიც შეიძლება იყოს ჰერპეს ვირუსით განპირობებული ოღონდ პირველი ტიპის. აქაც ცოტა ესეთი სადაო საკითხია, თუმცა შესაძლოა ეს იყოს დამნაშავე ეგრეთ წოდებულ იდიოპათიურ შემთხვევებში. იდიოპათიური ეს არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს თავისთავად არსებულს და თითქოს ვერ პოულობთ ვერანაირ მიზეზს, რითი შეიძლება იყოს განპირობებული. თუმცა მეტწილად შეიძლება ჩვენ მაღალტექნოლოგიური კვლევებით, მაგალითად მაგნიტორეზონანსული კვლევების გარკვეული რეჟიმებით, 3D ასე ვთქვათ რეკონსტრუირებული თეორიის შეწონილი რეჟიმებით, ეს ძალიან ფართედაა დანერგილი და ძალიან კარგად ჩანს ხომ არის ისეთი ნეიროვასკულური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება იყოს ეტიოლოგიური ფაქტორი. რა არის ნეიროვასკულური კონფლიქტი? ნერვი და მასთან ახლოს მდებარე, ძირითადად როგორც წესი ეს არის არტერიული, თუმცა ასევე შეიძლება იყოს ვენური სიზაღვი, რომელიც მუდმივი კონტაქტის შედეგად იწვევს ნერვის დაზიანებას. შესაბამისად, სიმპტომები არის პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ერთნაირი, ეს არის ძალიან ინტენსიური ხანმოკლე განმეორებადი ტკივილი სახის მეტწილად ზედა ან ქვედაყბის დერმატომში. თუ ეს ძალიან ხშირია, ძალიან მნიშვნელოვნად დაქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. რატომ? იმიტომ რომ აი ეს შეტევები, ძლიერი ტკივილის შეტევები პროვოცირდება შეხებით, თუნდაც ცივი ნიავის დაბერვით, პირის დაბანით, ნებისმიერი დაუშვათ რაღაც კოსმეტიკური თუ ნებისმიერი რაღაც მანიპულაციის დროს. ამიტომ პაციენტი არის პრაქტიკულად მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ, რომ განუვითარდება ეს კონკრეტული შეტევა. შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია. არის თუ არა მკურნალობის გადაჭრის შესაძლებლობები? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მედიკამენტური მკურნალობა. გარკვეული ანტიეპილეფსიური საშუალებები, რომელსაც ჩვენ ძირითადად ვიყენებთ ეპილეფსიური დაავადებების მკურნალობის დროს, ამ შემთხვევაში ძალიან კარგ შედეგს ავლენს. აუცილებლად პირველად უნდა იცადოს მედიკამენტური მკურნალობა. თუ იგი არ არის ეფექტური და თუ ჩვენ გვაქვს ნეიროვასკულური კონფლიქტი, შესაძლოა ამ შემთხვევაში იყოს უკვე ქირურგიული ჩარევა, ანუ ასეთი ტეფლონის მცირედი ასეთი ნაჭერი იდება კუშონიგი ანუ ბალიში დავარქვათ ნერვსა და სიძაღლს შორის, ან სიძაღლის რეპოზიციონირება ხდება და შესაბამისად თავისუფლდება ნერვი. ანუ რეალურად ეს კონფლიქტი რომ არ წარმოიშვას, დისტანცირებას ვაკეთებთ. დისტანცირება ხდება, კი ბატონო. სისხლძარღვის ნერვისგან. აბსოლუტურად მართალია. თუმცა ზოგჯერ არის ისეთი ფორმები, უკვე შორსწასული შემთხვევები, როდესაც უკვე ნერვის ატროფიაა განვითარებული და ესეც არ არის, ასე ვთქვათ, საკმარისი იმისათვის, რომ პაციენტი გავათავისუფლოთ მკურნალობისა, შეტევებისაგან და ამ შემთხვევაში უკვე არის ეგრეთ წოდებული რიზოტომია, პირდაპირ გადაჭრა ნერვის და ბოლო დროს უკვე ძალიან ფართედ გამოიყენება ძალიან ზუსტი რადიოქირურგიული მეთოდი, როგორც არის გამადანა, ანუ გამანაიფი, რომელიც ასევე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ეს არის უკვე აი
მკურნალობის საბოლოო ვარიანტი მას შემდეგ რაც ყველა რესურსი არის ამოწურული, თუმცა ძალიან კარგად აკონტროლებს ტკივილს, თუმცა ნერვის დაზიანება ხდება ამ დროს და ნერვის დაზიანებით განპირობებული გარკვეული სიმპტომები პაციენტს რჩება პერმანენტულად, რაც ასევე გასათვალისწინებელი, ანუ არ არის ეს ასე ცალსახად, ყველა პირველივე შემთხვევაში მოდით გავაკეთოთ აი ეს ნერვის სრული, ასე ვთქვათ, ან გადაკვეთა ქირურგიული, ან კრიო, ასე ვთქვათ, დაზიანება, ან გამანაიფით. პირველი რიგის მკურნალობა აუცილებლად არის მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც უნდა ვცადოთ და რომელიც მეტწილად არის ეფექტური. კიდევ სხვა ეტიოლოგიური ფაქტორი გარდა ნეიროტროპული ვირუსებისა, გარდა ეს სიზარღვოვანი კონფლიქტისა შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ნეოპლაზიური მზარდი, ასე ვთქვათ, პათოლოგიები, ანუ ამ შემთხვევაში სიმსივნური პროცესები, მოცულობითი წარმონაქმნები, ნებისმიერი რამ, რაც დაუშვათ ნერვზე კომპრესიას განახორციელებს, შეიძლება გამოიწვიოს იგივე სიმპტომები. ანუ აწვება ნერვს და ყველაფერი იწყება თავიდან. იგივე სიმპტომებს, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში დიაგნოსტიკა არის მნიშვნელოვანი. მეტწილად ვაკეთებთ ხოლმე თუ არ არის აი კლასიკური სამწვერა ნერვის ნევრალგია, ან კლასიკური ბელის დამბლა, თუ ოდნავ მაინც ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ შეიძლება აქ იყოს არა იდიოპათიური, არამედ რაღაც მეორადი, ასე ვთქვათ, განპირობებული რაღაც გარკვეული პრობლემით. აი ეს მათ შორის სიმსივნით, მაშინ სასურველია გავაკეთოთ მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია თავისი საჭირო რეჟიმებით, საჭიროების შემთხვევაში და მეტწილად კონტრასტული გაძლიერებით, რომელიც ამ კითხვას პასუხს გასცემს და მკურნალობა წარიმართება იმ სტანდარტებით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში იქნება. თუ ეს იქნება სიმსივნური პროცესი, რა თქმა უნდა, სიმსივნური პროცესი, ან ქირურგიული ამოკვეთა, პლუს ასევე იგივე რადიოქირურგიაც ფართედ გამოიყენება ამ შემთხვევაში, იგივე გამანაიფის სახით. ასე რომ მეთოდოლოგია გვაქვს, არაერთი, არამედ საფეხურებრივად ასე მიყვებით და თვით, ასე ვთქვათ, რადიო ან ჩვეულებრივი ნეიროქირურგიული ჩარევითაც შეიძლება გარკვეული შედეგების მიღწევა მკურნალობის თვალსაზრისით.